სიღრმისეული გზა გამოღვიძებამდე. როდესაც ადამიანი სწავლას იწყებს, მან არ იცის მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ. მისი მიზანი ბუნდოვანია. ქმედებები არა მიზანმიმართული. აქვს ჯილდოს მიღების იმედი, რომელიც თითქმის არასდროს არ მართლდება, რადგან არაფერი არ იცის ჯილდომდე მისასვლელი სწავლის სირთულეების შესახებ. ნელ-ნელა იწყებს სწავლას, თავიდან პატარ-პატარა, შემდეგ შედარებით დიდი ნაბიჯებით. მაგრამ რასაც სწავლობს, არასოდეს არ ემთხვევა მის გონებაში არსებულ წარმოდგენებს. ამიტომ ჩნდება შიშის გრძნობა. სწავლა ყოველთვის არ იძლევა იმას, რასაც მისგანელიან. სამიზნე ბრძოლის ველის მეორე მხარესაა. ასევე ხვდება ადამიანი თავის პირველ მტერს, შიშს. და თუ შეშინებული გაიქცევა, მაშინ ეს მტერი, შიში, ბოლოს მოუღებს მის მისწრაფებებს. თუ ადამიანი თუნდაც ძალიან შეშინებული უკან არ გადადგამს ნაბიჯს, მაშინ დადგება მომენტი, როდესაც მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი ასეთ დროს თავდაჯერებული ხდება. თუ ერთხელ მაინც დაამარცხებს შიშს, მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნება, რადგან შიშის ნაცვლად ნათელი აზროვნების უნარს შეიძენს, რაც შიშს გაფანტავს. ამ დროისთვის ადამიანმა უკვე იცის რა სურს, როგორ უნდა დაიკმაყოფილოს სურვილები. შეუძლია გადადგას ახალი ნაბიჯების სწავლის პროცესში და გამჭრიახი აზროვნების წყალობით ყველაფერი დაინახოს. ადამიანი გრძნობს, რომ არაფერია დაფარული და ხვდება თავის მეორე მტერს, ნათლად აზროვნების უნარს. ეს ძნელად მისაღწევი მიზანია. ის აქრობს შიშს, მაგრამ ამავდროულად აბრმავებს ადამიანს. აიძულებს არასოდეს არ დაეჭვდეს თავის თავში. თუ ამ წარმოსახვით ძალას დაემორჩილება, ეს იმას ნიშნავს, რომ დამარცხდა მეორე მტერთან და სწავლის ერთ წერტილზე დარჩება. შეიძლება გახდეს უძლეველი მეომარი ან მასხარა, მაგრამ ვერასოდეს ვერ შეისწავლის, ვერ აითვისებს, ვერ დაეუფლება ახალ რამეს. თუ ამ მტერს დაამარცხებს, მაშინ გაიგებს, რომ ძალაუფლება, რომელსაც ამდენი ხანი ესწრაფვოდა, საბოლოოდ მისია. ახლა მისი სურვილები კანონია. ირგვლივ ყველაფერს ხედავს და აღიქვამს. ამ დროს წააწყდება თავის მესამე მტერს, ძალაუფლების წყურვილს. ადამიანი ამ სტადიაზე ამჩნევს მესამე მტრის მოახლოებას და მოულოდნელად, შეუმჩნევლად მარცხდება მასთან ბრძოლაში. მტერმა ის სასტიკ და ჭირვეულ ადამიანად აქცია. ძალაუფლების მიერ დამარცხებული კვდება ისე, რომ ვერც ხვდება რეალურად როგორ უნდა გამკლავებოდა ძალას, რომელიც მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთი იყო. აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ერთი შეხედვით ის, რასაც მიაღწია, სულაც არ ეკუთვნის მას. თუ შეძლებს იმის დანახვას, რომ ნათელი აზროვნება და ძალაუფლება კონტროლის გარეშე შეცდომაზე უარესია, მაშინ იმასაც შეძლებს, რომ ამ ძალას სწორი მიმართულება მისცეს. მხოლოდ ამგვარად დაამარცხებს მესამე მტერს. მეოთხე მტერი სიბერია, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდის. ის ყველაზე სასტიკია. სიბერი არის მტერი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს დაამარცხებ, მაგრამ შეიძლება უკან დაახევინო. ეს ის დროა, როცა ადამიანს დასვენების დაუოკებელი სურვილი აქვს. თუ მთლიანად დანებდება ყველაფრის დავიწყების სურვილს და დაღლილი ძილს მიეცემა, მაშინ წააგებს ბოლო ბრძოლას. უკან დახევის სურვილი ძლევს მის ნათელ აზროვნებას, ძალასა და ცოდნას. მაგრამ თუ ადამიანი გადალახავს დაღლილობას და ცხოვრება სრულყოფილად გაატარებს, მაშინ შეიძლება განათლებული და მცოდნე ვუწოდოთ, სულ მცირე ერთი წუთით მაინც, როცა ის განდევნის თავის დაუძლებელ მტერს. ცხადა დაზროვნების, ძლიერებისა და ცოდნის ერთი წამი ამისთვის საკმარისი იქნება. ძლიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ცოდნას ფლობ, რა აზრი აქვს ინფორმაციის ფლობას თუ ის უსარგებლოა. არასოდეს არავისი არ ბრაზდები. სხვებს ამის გამო რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება არ შეუძლიათ. ადამიანებზე ვბრაზდები მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ მათი ქმედებები მნიშვნელოვანია, მაგრამ მსგავს არაფერს ვგრძნობ. სასტიკი ბილიკი ითრევს კაცობრიობას, აძლევს მათ ძალაუფლების განცდას. ეს აგრძნობინებს თითოეულს, რომ მუდმივად შეძლებენ იმის გაკეთებას, რაც არც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ეს არის მათთვის დაგებული ხაფანგი. ბოლოს ეს ბილიკი შემობრუნდება და გაანადგურებს მათ.
ჯობია მშვიდი და ძლიერი ცხოვრების გაგრძელება. შეგირდობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რადგან აუცილებელია მინიმუმამდე დაიყვანოთ ყველაფერი, რაც საჭირო არ არის. საკუთარი თავისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება ადამიანს ამძიმებს და თვითკმაყოფილს ხდის. ცოდნე რომ გახდე, უნდა იყო მსუბუქი და ქმედითი. მე ვაგრძელებ ცხოვრებას იმიტომ, რომ ნებისყოფა გამოვიმუშაო და ვმართო ისე, რომ წუთი სოფელი ჩემთვის გახდეს დახვეწილი და სრულყოფილი. ახლა კი არაფრად მიმაჩნია ის, რაც უმნიშვნელოა. როგორც კი ადამიანი სწავლობს ხედვას, ის მარტო რჩება სამყაროში, რომელიც სისულელეებით არის სავსე. არ ვიცი, რა და რისთვის უნდა შევცვალო ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებში. ოდესღაც შენ შეძლებ ხალხის სხვა მხრიდან დანახვას და მიხვდები, რომ მათი შეცვლის გზა არ არსებობს. გაცინება რომ შევძლოთ, თვალებით უნდა დავინახოთ. იმიტომ რომ მხოლოდ შეხედვისას შეგვიძლია დავაფიქსიროთ ის, რაც სახალისოა. სხვაგვარად როცა ვხედავთ, მერე ყველაფერი სულ ერთი ხდება და არაფერი ამაში სახალისო. ალბათ არსებობენ ცოდნე ადამიანები, რომლებიც არასდროს არ იცინიან. თუმცა არც ერთ ასეთ ადამიანს არ ვიცნობ. ვისაც ვიცნობ, ისინი თვალებით ხედავენ და დანახვაც შეუძლიათ. ამიტომაც იცინიან. პირადად მე არ მიყვარსევდა. ამიტომ როდესაც რაღაცას ვაკვირდები, უბრალოდ სხვაგან გადავიტან ხოლმე მზერას და ვუყურებ რაღაც სახალისოს. არ ვხედავ იმას, რაც სევდას მომგვრის. ბედნიერი ვარ, რადგან უპირატესობა მივანიჭე სხვა რამეს, რომელიც ბედნიერს მხდის. შემდეგ ჩემი თვალები ხედავს მის სასაცილო ასპექტებს და ვიცინი. ყოველთვის გულით უნდა აირჩიო გზა, რომ შენი თავის საუკეთესო მეგობარი გახდე. სწორედ მაშინ შეძლებ გაცინებას. ცოდნე ადამიანი ქმედებებით ცხოვრობს, ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რაც გააკეთებს მოქმედების დასრულების შემდეგ. ცოდნე ადამიანი გულით ირჩევს გზას და მიხვება მას. ხედავს და მხიარულობს. ხედავს და იცის, რომ მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდება. ცოდნე კაცს არც სიამაყე აქვს, არც მაღალი თანამდებობა. არ გააჩნია არც ოჯახი, არც ქვეყანა. მისთვის მხოლოდ წუთი სოფელი არსებობს. ასეთ ვითარებაში ერთადერთი, რაც ადამიანებთან აკავშირებს, კონტროლირებადი უგუნურებაა. ანუ მცოდნე ადამიანს მეტი მცდელობა აქვს, მეტოფლს ხვრის, მეტად შრომობს. თუ დააკვირდებით, ის ისეთივეა, როგორიც სხვა ნებისმიერი უგუნური ადამიანი. მხოლოდ იმით განსხვავდება მათგან, რომ ცხოვრების უგუნურება მის კონტროლს ექვემდებარება. წარმატებული იყო თუ არა მისი ქმედება, გამოიღო თუ არა შედეგი, სულაც არ ადარდებს. იქნება გამარჯვებული თუ იქნება დამარცხებული, მისთვის ერთი და იგივეა. ძალიან ბევრს ზრუნავ იმაზე, რომ ადამიანების მოწონება დაიმსახურო. ან თავად შეიყვარო ისინი. ცოდნე ადამიანს უყვარს და მორჩა. უყვარს ის, რაც უნდა, ვინც უნდა. ამავდროულად იყენებს თავის კონტროლირებად უგუნურებას ისე, რომ მან არ შეაწუხოს. ეს იმის საპირისპიროა, რასაც ახლა აკეთებ. ადამიანებისთვის თავის შეყვარებით ან მათი სიყვარულით არ შემოიფარგლება კაცობრიობის დანიშნულება. ისიც ადამიანები ვისწავლობს და ვითარდება. ცოდნამდე მისვლა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც საბრძოლველად წასვლა. ნამდვილობაში ხომ აბსოლუტური რწმენითა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობით მიდიან. ირწმუნე შენი თავის და არა ჩემი. ადამიანის ცხოვრებას ცოდნა ბოლომდე ავსებს. ცოდნე ადამიანი რომ გახდე, მეომარი უნდა იყო და არა მტირალა და მოწუწუნე ბავშვი. თუ სიკვდილზე არ ფიქრობ, მაშინ მთელი შენი პირადი ცხოვრება ქაოსი იქნება. ადამიანები ან იმარჯვებენ, ან მარცხდებიან. შესაბამისად, ისინი მტაცებლის როლში არიან, ან მსხვერპლის. ვიდრე ვინმე ფიქრობს, რომ ის მსხვერპლია, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება. ჩვენ გვაუბედურებს ჩვენივე მიწიერი სურვილები. ნებისყოფის გამოყენების შედეგი გასაოცარია. იქნებ პირველი რაც უნდა გააკეთო, საკუთარი ნებისყოფის გამომუშავება. ნებისყოფა ძალიან ნათელი და ძლიერი რამეა, რომელსაც ჩვენი ქმედებების სწორად წარმართვა შეუძლია. ნებისყოფა არის ის, რასაც ადამიანი იყენებს. მაგალითად ბრძოლის მოსაგებად, რომელიც ყველა გათვლის მიხედვით უნდა წაეგო. სიმამაცე სხვა რამეა. მამაცი ადამიანები სხვებზე არიან დამოკიდებულნი. ისეთებზე, რომლებიც მუდმივად იკრიბებიან მათ გარშემო და აღფრთოვანებას გამოხატავენ. ძალიან ცოტა მამაც ადამიანს აქვს ნებისყოფა. ისინი როგორც წესი უშიშრები არიან და შეუძლიათ გაბედული, საღი აზრის შესაბამისი ქმედებების შადენა.
მეტწილად მამაცი ადამიანები შიშს იწვევენ. მეორე მხრივ ნებისყოფა უკავშირდება გასაოცარი ამოცანის შესრულებას, რომელიც ჩვენი საღიაზროვნების შესაძლებლობებს აღემატება. ნებისყოფა ძალაა. ეს არის ის, რასაც მოაქვს გამარჯვება მაშინ, როცა შენი ფიქრები გეუბნებიან, რომ დამარცხდი. ნებისყოფა არის ის, რაც უნებლად გარდა ქმნის. რაც ჯადუქარ საშუალებას აძლევს გაიაროს კედელსა და სხვა სივრცეში. თუ მოისურვებს, მთვარეზეც კი წავიდეს. ნება არის ჭეშმარიტად დამაკავშირებელი ძალა ადამიანებისა სამყაროსთან. ეს არის მყარი ხასიათი და ძლიერი სწრაფვა, რასაც ჯადუქარი ნებისყოფას უწოდებს. არის ძალა, რომელიც გამოდის შიგნიდან და აკავშირებს მას გარე სამყაროსთან. ის შიგნიდან გამოდის. ცოდნის შემზარავი ბუნება სხვა ალტერნატივას არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ დარჩე მეუმრად. იმ მომენტისთვის, როცა ცოდნა საშიში ხდება, ადამიანი ხვდება, რომ სიკვდილი მისი შეუცვლელი პარტნიორია. მასთან ერთად ზის ერთ ჭილობზე. ცოდნის ყოველ წვეთს, რომელიც ძალად გარდაიქმნება, სიკვდილი უდევს საფუძვლად. სიკვდილი ქმნის საბოლოო მარცხს და ყველაფერი, რასაც ის ეხება, ნამდვილ ძალად გარდაიქმნება. ადამიანი, რომელიც მიჰყვება მაგიის ბილიკებს, სრული განადგურების შესაძლებლობას აწყდება. გზის ყოველ მოსახვევში და აუცილებლად იწყებს თავისი სიკვდილის მწვავედ გაცნობიერებას. სიკვდილის გაცნობიერების გარეშე ის ჩვეულებრივი ადამიანი იქნება, რომელიც სოდავს ჩვეულებრივი ქმედებებით. არ ექნება საჭირო ძალა, საჭირო კონცენტრაცია, რომელიც დედამიწაზე მის ჩვეულებრივ დროს ჟადოსნურ ძალად გარდაქმნის. ამრიგად მეომარი რომ გახდეს, ადამიანმა ჯერ სამართლიანად უნდა გააცნობიეროს საკუთარი სიკვდილი, მაგრამ სიკვდილზე ფოკუსირება ნებისმიერ ჩვენგანში იწვევს საკუთარ თავზე ფოკუსირებას და ეს გვასუსტებს. ასე რომ შემდეგი ნაბიჯი მეუმრად გახდომისთვის არის განდგომა. ნაცვლად იმისა, რომ გარდაუვალ სიკვდილზე ფიქრი აკვიატება გახდეს შენთვის, პირიქით, მის მიმართ გულგრილობას გამოიწვევს. უარი უნდა თქვა ყველაფერზე, მხოლოდ სიკვდილზე ფიქრი ქმნის ადამიანს განდეგილად. ამრიგად, მეომარი თავისი სიკვდილის გაცნობიერებით, ყველაფრისგან განცალკევებითა და საკუთარი გადაწყვეტილებების სიძლიერით მონიშნავს საკუთარ ცხოვრებას სტრატეგიული ნაბიჯებით. სიკვდილის შეცნობა მიმართულებას აძლევს მას, ხდება სრულიად გამორჩეული, განცალკევებული. საბოლოო გადაწყვეტილების ძალა აიძულებს, რომ გააკეთოს არჩევანი სინანულის გარეშე. მაშინ მისი არჩევანი სტრატეგიულად ყოველთვის საუკეთესო იქნება. ამიტომ ის გემოვნებითა და დიდი მონდომებით ასრულებს ყველაფერს, რაც უნდა შეასრულოს. როდესაც ადამიანი ასე იქცევა, სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მოთმინების უნარიანი მეომარი. სწორედ საკუთარი სიკვდილი ზის მის გვერდით, ერთ ჭილობზე და არა მეგობრები. საკუთარი სიკვდილი აძლევს იდუმალ რჩევას თუ როგორ გააკეთოს არჩევანი და როგორ იცხოვროს სტრატეგიულად სწორად. მეომარი ელოდება. მე ასე ვიტყოდი, რომ მეომარი ყოველგვარი აჩქარების გარეშე სწავლობს, რადგან მან იცის, რომ ელოდება ნებისყოფას და ერთხელაც წარმატებას მიაღწევს იმ საქმეში, რისი გაკეთებაც სრულიად შეუძლებელი იყო. მან შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს საკუთარი არაბუნებრივი მოქმედება, მაგრამ როდესაც აგრძელებს ქმედებას ან მოვლენების გააზრებას, სწორედ ამ დროს გამოვლინდება ერთგვარი ძალა. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი დანიშნულებაა ვისწავლოთ და გავიდეთ მიუწვდომელ ახალ სამყაროში. ხედვა არ არის მეწვრილმანი და სუსტად მოაზროვნე ადამიანებისთვის განკუთვნილი. მომართე შენი სული, გახდი მეომარი, ისწავლე ხედვა და შენ გაიგებ, რომ ჩვენი აღქმისთვის ახალ სამყაროებს დასასრული არ აქვს. მეომრისთვის ცხოვრება არის სტრატეგიის გავარჯიშება. ის არასოდეს არ დგას გზაზე იმის მოლოდინით, რომ თავში წამოარტყამენ. ამგვარად ის მინიმუმამდე ამცირებს მოულოდნელობას საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებით. რასაც მოულოდნელად უბედურ შემთხვევებს უწოდებთ, ხშირად ძალიან ადვილი ასარიდებელია თავიდან. თუ არ ხარ იდიოტი, რომელიც ხელჩაქნეული ცხოვრობს. მეომარი არასოდეს არ ზის უსაქმურად, არასოდეს არ ფორიაქობს. სიკვდილს აქვს ორი სტადია. პირველი სტადია არის ცნობიერების ზედაპირული დაბნელება. მეორე კი ის სტადიაა, როდესაც ყველა სიკვდილის პირისპირ რჩება. არის მომენტი, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ისევ ის ვართ. ბევრჯერ მომისმენია, რომ ადამიანი ყოველთვის მზადაა სიკვდილისთვის. მე მას არ განვიხილავ როგორც რეალობას.
ისიც მსმენია, რომ მისი სული მშობლების მიერ დაზიანდა, რომ ადამიანის სული არის ის, რისი დაზიანება შეიძლება, თუმცა არა იმ ქმედებებით, რომლებსაც შენ თვითონ უწოდებ დაზიანებას. სავარაუდოდ მშობლებმა დაგასახიჩრეს იმით, რომ გაგხადეს ზარმაცი, უპასუხისმგებლო, მოდუნებული და გაუაზრებელი ქმედებებისადმი მიდრეკილი. მეომრის სულის კვეთება არ არის შებოჭილი სიზარმაცე და წუწუნი. მეომრის სული მხოლოდ ბრძოლასთან ასოცირდება. მისი ყოველი ძალისხმევა უკანასკნელი ბრძოლაა დედამიწაზე. ამიტომ შედეგს ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე თავის ბოლო ბრძოლაში მეომარი საკუთარ სულს თავისუფლად და ნათლად დინების საშუალებას აძლევს. როდესაც იბრძვის, იცის, რომ მისი ნებისყოფა უნაკლოა და იცინის. სამყაროს უსასრულო საიდუმლოდ აღიქვამს. ძალიან ბევრს ფიქრობ და ლაპარაკობ. უნდა შეწყვიტო საკუთარ თავთან საუბარი. ფაქტობრივად, საკუთარ სამყაროს ქმნით ჩვენს თავთან საუბრით. როცა საკუთარ თავთან საუბარს ვწყვეტთ, სამყარო ყოველთვის ისეთია, როგორიც უნდა იყოს. შენ უნდა გამოიყენო შენი ყურები. უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ დატვირთვა მოუხსნა თვალებს. ჩვენ დაბადებიდან ვიყენებთ თვალებს სამყაროს შესაცნობად. ვესაუბრებით სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ძირითადად იმაზე, რასაც ვხედავთ. მეომარი აცნობიერებს ამას და ანგარიშს უწევს სამყაროს. ის ყურს უგდებს ხმებს მის გარშემო. აცნობიერებს, რომ სამყარო შეიცვლება მაშინვე, როცა ის შეწყვეტს საკუთარ თავთან საუბარს. მზად უნდა იყოს ამ უჩვეულო ბიძგისთვის. სამყარო მრავალფეროვანია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვეუბნებით ამას საკუთარ თავს. თუ შევწყვეტთ ამის თქმას, სამყაროც აღარ იქნება მრავალფეროვანი. გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ ადამიანი მზადაა მოკვდეს ამისთვის. იმ სამყაროში, სადაც სიკვდილი მონადირეა, არ არსებობს დიდი და პატარა გადაწყვეტილებები. არსებობს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი გარდაუვალი სიკვდილის წინ. თუ დააგროვებ ძალას შენ სხეულში, ის წარმოუდგენელი ამოცანების შესრულებას შეძლებს. ვიღაცის კისერზე ჯდომა, ვინც ყოველ ჯერზე კეფაში წამოგარტყამს და გეტყვის, რა უნდა გააკეთო, ან რა არ უნდა გააკეთო, სულს ასახიჩრებს. მე არ მაქვს პირადი ისტორია. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ არც ამის საჭიროება მაქვს. ერთ დღეს ყველაფერი მივატოვე. როცა ვიგრძენი, რომ აღარ იყო საჭირო. თუ არ გაქვთ პირადი ისტორია, მაშინ ახსნაც არ არის საჭირო. არავინ არ გიბრაზდება, არავინ არ რჩება იმედგაცრუებული შენი ქმედებებით. უფრო მეტიც, არავინ არ გაწუხებს თავისი აზრებით. საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ისტორიის წაშლა. ეს გაგვათავისუფლებს სხვა ადამიანების მიერ თავს მოხვეული აზრებისგან. შენს თავს ზედმეტად სერიოზულად უყურებ. ზედმეტად მნიშვნელოვანი ხარ შენს თვალში და ეს უნდა შეიცვალოს. იმდენად მნიშვნელოვანი გონია თავი, რომ მიდიხარ იმ დროს, როცა მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც შენ გსურდა. შენი აზრით ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მტკიცე ხასიათი გაქვს. სისულელეა. სინამდვილეში შენ სუსტი და ეჭვიანი ხარ. პირადი ისტორიის პარალელურად შენი თავის განსაკუთრებულობაზე ფიქრი უნდა მოიშორო. როგორ შეიძლება ვინმემ თავი იგრძნოს მნიშვნელოვნად, როცა იცის, რომ სიკვდილი თანსდევს. როცა მოусვენრად ხარ, მარცხნივ უნდა გაიხედო და რჩევა იკითხო სიკვდილთან დაკავშირებით. უსასრულო რაოდენობის წვრილმანები ჩამოგშორდება, თუ სიკვდილი ნიშანს მოგცემს, თუ მის ანარეკლს დაინახავ, ან უბრალოდ შეგრძნება და გეუფლება, რომ შენი თანამგზავრი სიკვდილი აქ არის და გელოდება. სიკვდილი ბრძენი მრჩეველია. როდესაც იგრძნობ, რომ ყველაფერი არასწორია, რომ იკარგები, ან უკვე დაიკარგე, მიმართე სიკვდილს და ჰკითხე, ასეა თუ არა ეს. სიკვდილი გეტყვის, რომ ცდები, რომ მისი შეხების გარდა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. შენ უნდა ჰკითხო რჩევა და დაივიწყო უმნიშვნელო რამეებზე ფიქრი, რომლებიც დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ისე, თითქოს სიკვდილი მათ არასდროს არ შეეხებათ. როდესაც ადამიანი რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტს, ბოლომდე უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს. მიუხედავად ყველაფრისა, მან პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ აკეთებს ამას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოიქცეს ისე, რომ არ გაუჩნდეს ეჭვი ან სინანულის გრძნობა. შემომხედე. არც ეჭვები მაქვს და არც ვნანობ.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა. სიკვდილით ამსდევს, ამიტომ ეჭვისა და სინანულის დრო არ მაქვს. თუ უნდა მოვკვდე შენთან ერთად სეირნობის გამო, მაშინ მოვკვდები. საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მზადაა მოვკვდეს ამ პასუხისმგებლობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილება იქნება ეს. არაფერია ამაზე მეტად ან ნაკლებად სერიოზული. ნუ თუ ვერ ხედავ, სამყაროში, სადაც სიკვდილი მონადირეა, არ არსებობს მცირე და დიდი გადაწყვეტილებები. არსებობს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ გარდაუვალი სიკვდილის წინ. მეომარი იღებს პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე, თავის ყველაზე ტრივიალურ ქმედებებზე. ზუსტი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების სამყარო უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე ის გათილილი იდიოტიზმი, რომელსაც საკუთარ ცხოვრებას უწოდებ. ჩემი ინტერესია დაგარწმუნო, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ არსებობაზე აქ, ამ არაჩვეულებრივ სამყაროში. ამ საოცარ უდაბნოში, ამ განსაკუთრებულ დროს. მინდა დაგარწმუნო, რომ უნდა ისწავლო ყოველი საქციელის გათვლა, რადგან აქ მხოლოდ ცოტა ხნით ხარ, ფაქტობრივად არასაკმარისი დროით, იმისთვის, რომ ამ სამყაროს ყველა საოცრების ნახვა მოასწრო. ერთი მარტივი და მცდარი შეხედულება გიშლის ხელს. გონია, რომ ბევრი დრო გაქვს. ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ გაგრძელდება. თუ ასე არ ფიქრობ, მაშინ რას ელოდები? მაშინ რატომ ყოყმანობ და რატომ არ გინდა რომ შეიცვალო? სულელი ხარ. არ გაქვს დრო ამ თამაშისთვის. ეს შეიძლება შენი ბოლო ქმედება იყოს დედამიწაზე. ეს შეიძლება შენი ბოლო ბრძოლა იყოს. და თუ ასეა, მაშინ გეტყვი, რომ იდიოტი ხარ და შენს ბოლო ქმედებას დედამიწაზე სულელური ემოციებისთვის კარგავ. დრო არ გაქვს, ჩემო მეგობარო. არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს დრო. ტყუილად მოდამე თანხმები, იმის მაგივრად რომ იმოქმედო. ბედნიერებაა, როცა გააზრებულად მოქმედებ და იცი, რომ საკმარისი დრო არ არსებობს. ამ დროს ქმედებებს განსაკუთრებული ძალა აქვს. ქმედებები ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლაა. არსებობს ყოვლის მომცველი ბედნიერება, რომ შენ მოქმედებ იმ აზრით, თითქოს ეს შენი ბოლო ქმედებაა ამ სამყაროში. გირჩევთ გადახედოთ ცხოვრებას ამ კუთხით და გაანალიზოთ საკუთარი ქმედებები. დრო არ გაქვს, მეგობარო. ეს მთელი კაცობრიობის უბედურებაა. არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს საკმარისი დრო. ნელი ტემპი უფრო მშიშარაც ხდის. შენს ქმედებებს არ შეიძლება ჰქონდეს ის სული, ის ყოვლის მომცველი ძალა, რომელსაც იყენებს ადამიანი, როდესაც იცის, რომ დედამიწაზე უკანასკნელ ბრძოლაში იბრძვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენი საქმიანობის გამო ვერ იქნები ბედნიერი ან ძლიერი. ყურადღება გაამახვილე იმ კავშირზე, რომელიც შენსა და სიკვდილს შორის არსებობს. სინანულის გარეშე, სევდისა და მწუხარების გარეშე. ყურადღება გაამახვილე იმ ფაქტზე, რომ დრო არ გაქვს და მიეცი შენს ქმედებებს დინების საშუალება. და ეს შენი ყოველი ქმედება იყოს უკანასკნელი ბრძოლა დედამიწაზე. მხოლოდ ასეთ პირობებში ექნება შენს ქმედებებს ძალა. სხვა შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლო, ეს იქნება შეშინებული ადამიანის სიცოცხლე. შენ უნდა ისწავლო, როგორ გახდე ძლიერი. ნებისმიერი მეომარი შეიძლება გახდეს მცოდნე ადამიანი. როგორც უკვე გითხარი, მეომარი არის უვნებელი მონადირე, რომელიც ნადირობს ძალაუფლებაზე. თუ ნადირობაში წარმატებას მიაღწევს, შეიძლება მცოდნე ადამიანი გახდეს. მეომარი, რომელსაც აქვს ურყევი მიზანდასახულობა, ყველაფერს მოერევა. ვერც ერთი ვირთხა, ვერც ერთი გველი, ვერც ერთი მთის ლომი ვერ გაბედავს მის შეწუხებას. ძლიერს საკუთარი თავის შეცოდება არ ახასიათებს. მეომარს შეიძლება ფიზიკური ზიანი მიაყენო, მაგრამ მისი განაწყენება შეუძლებელია. მეომრისთვის არაფერია შეურაცხყოფილი მის გარშემო მყოფთა ქმედებებში. ასე იქნება, სანამ საჭირო განწყობით დამოუკიდებლად იმოქმედებს და იარსებებს. მეომრული ხასიათის ჩამოყალიბება ადვილი არ არის. ლომის, ვირთხებისა და ჩვენი რგვლივ მყოფი ადამიანების თანასწორად აღქმა მებრძოლის სულის ბრწყინვალების მანიშნებელია. ამისთვის საჭიროა ძალა. შენ მიდიხარ ძალის მოსაპოვებლად და ყველაფერი, რასაც ამისთვის აკეთებ, მნიშვნელოვანია. გამოთქმა, ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორიც მინდა რომ ვიყო, ეს ისევ პირადი სიძლიერის საკითხია. თუ შენ დააგროვებ ძალას საკუთარ სხეულში, წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეძლებ. სხვა მხრივ, თუ შენ ძალას გაფლანგავ, ძალიან მოკლე დროში გასუქდები და დაბერდები.
სწორედ აქ ჩვენ თვალწინ არსებობს სამყაროების შიგნით. სიკვდილი კი ყოველთვის მოლოდინის რეჟიმშია და როდესაც მეომრის ძალა იფიტება, ის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აღმოჩნდება სიკვდილის ხელში. ამრიგად, აღმოჩნდე გაურკვევლობაში ყოველგვარი ძალის გარეშე სისულელეა, შენ მხოლოდ სიკვდილს იპოვი. სამყარო გამოცანაა, რასაც შენ უყურებ, არ არის ყველაფერი, რაც არსებობს. სამყარო გაცილებით დიდია, ბევრად დიდია, ვიდრე წარმოგიდგენია. ფაქტობრივად უსასრულოდ დიდია. ასე რომ, როდესაც ცდილობ ეს ყველაფერი ნათლად აჩვენო შენს თავს, ამით ცდილობ სამყაროს გაეცნო. მე და შენ სწორედ აქ ვართ, სამყაროში, რომელსაც შენ რეალურს უწოდებ. უბრალოდ იმიტომ, რომ ორივე ვიცნობთ მას. შენ არ იცნობ სამყაროს ძალებს, ამიტომ ვერ ერთვები მის ნაცნობ სცენარში. მეომარი ძალაზე მონადირეა. მე გასწავლი, როგორ ინადირო მასზე და როგორ შეინარჩუნო ის. ძალა არავის ეკუთვნის. ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია ძალის მოკრება. შემდეგ ის შეიძლება სხვას გადასცეს. როგორც ხედავ, შენახული ენერგიის მნიშვნელობა არის ის, რომ მისი გამოყენება შეგეძლოს მხოლოდ სხვის დასახმარებლად, რომ მანაც შეძლოს ამ ენერგიის დაგროვება. მაგრამ როდესაც საქმე ეხება პირდაპირ სხვა ადამიანზე გადაცემას, ეს შეუძლებელი ხდება. თუ ის ადამიანი არ გამოიყენებს მას საკუთარი ძალების მოსაძიებლად, მეომარი ცხოვრობს სტრატეგიის მიხედვით. დაესწრება წვეულებას, ან აღმოჩნდება სხვა თავშეყრის ადგილებზე, თუ ეს მისი სტრატეგიის ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულად აკონტროლებს და ახორციელებს ყველა ქმედებას, რომელიც საჭიროდ მიაჩნია. ძალადობით ვერაფერს ვერ მიაღწევ. ამიტომ თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა იყო კრისტალურად სუფთა და საკუთარ თავში დარწმუნებული. მეომარი ეგუება საკუთარ ბედს, როგორიც არ უნდა იყოს ის. იღებს მას. მეომრისა და გლახაკის შემგუებლობა ერთი და იგივე არ არის. მეომარი თავს არავის არ დაუხრის, მაგრამ ამავდროულად არავის მისცემს უფლებას, ან არ აიძულებს რომ თავი დახაროს. მეორეს მხრივ გლახაკი პირიქით, მუხლებზე ეცემა, იატაკზე ფორთხავს ყველას წინაშე, ვინც თავის ზემდგომად მიაჩნია. ამავე დროს ითხოვს, რომ მასზე დაბლამდგომმა ადამიანმა მის წინ იფორთხოს. ცოდნე ადამიანი ყველაფერს ხედავს, ამიტომ გარკვეულ ზომებს მიმართავს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ მსგავსი რამის ალბათობა არსებობს, ამას შეამჩნევს და თუ ვერ შეამჩნია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს მისი ბედი ყოფილა და ვერაფრით ვერ გაექცევა მას. სხეული იმდენად სრულყოფილი უნდა იყოს, რამდენადაც ნებისყოფა გარდაიქმნება აქტიურ ერთეულად. ჩვენ აქტიურ მოქმედი მანათობელი არსებები ვართ და ემინაციებისგან შევდგებით. ვხედავთ სიკვდილს, რომელიც ტრიალებს ადამიანის ირგვლივ, უფრო და უფრო ღრმა დავლებს კლანჯებს მის მანათობელ ემანაციებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ კარგავენ ემანაციების სიმყარეს და ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან. როცა ამ წუთის სოფელში მოდიხარ, სიკვდილისთვის მზად უნდა იყო. თუ სიკვდილისთვის მზად ხარ, მაშინ არ დაეცემი. შენ ცხოვრებაში არასასურველი სიურპრიზები და ზედმეტი ქმედებები არ იქნება. მეომრის გზა მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს შორის ჰარმონიას გულისხმობს, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი მზად არის. ძალა უზრუნველყოფს მას მასწავლებლით. მეომარი სწავლობს საკუთარი ნებისყოფის რეგულირებას. იქ ახდენს ფოკუსირებას, სადაც მას სურს. თითქოს მისი ნება, რომელიც სხეულის შუა ნაწილიდან გამოდის, ერთი მანათობელი ძაფია. ძაფი, რომელსაც ნებისმიერ ადგილზე გააბამს. ეს ძაფი არის გზა ნაგუალისკენ. ნაგუალი, ძველი მარადიული სული, იდუმალი, უცნობი, მაგიური სფერო, რომელიც ლოგიკის მიღმაა. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წარსულ მოვლენებზე. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ მაგალითისთვის შევეხოთ. მეომრის თავდაჯერებულობა არ არის უბრალო ადამიანის თავდაჯერებულობა. ადამიანი ეძებს გამოერკვეს იმის თვალებში, ვინც მას უყურებს და ასე ხდება თავდაჯერებული. მეომარი კი თავის თვალებში ეძებს მოუწყვლელობას და ამას მორჩილებას ეძახის. უბრალო ადამიანი გარშემომყოფებთანაა შეჭიდებული. მეომარი კი მხოლოდ საკუთარ თავთან. შეიძლება ცისარტყელას მისდევს, ან როგორც უბრალო ადამიანი თავდაჯერებულობას, მაშინ როცა მეომრის მორჩილებას უნდა დაედევნო. განსხვავება მათ შორის მნიშვნელოვანია. მეომრის თავდაჯერებულობა ნიშნავს, რომ ნამდვილად იცი რას აკეთებ. მორჩილება გულისხმობს, რომ მოუწყვლელი ხარ, როგორც ქმედებებში, ასევე ემოციებში. მუდმივად უნდა განდევნო საკუთარი თავის საზღვრებიდან. იმოქმედო მტკიცედ
არ დაიტოვა უკან დასახევი გზა. იცი რომ სწორედ ამ დროს არსებობს შენი რგვლივ მარადისობა და იცი თუ არა რომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო ეს მარადისობა. იცი რომ შეგიძლია განაგრძო გზა ნებისმიერი მიმართულებით და რომ ერთ წამში მარადისობად იქცე. ეს საიდუმლო არ არის. ეს ფაქტია. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებ ამ მომენტს და გამოიყენებ მას საკუთარი თავის სრულყოფილების მისაღწევად, სამუდამოდ და ყველა მიმართულებით. შენ ჯერ არ გაქვს საკმარისი ძალა, რომ ჩემი გულწრფელობა გამოიყენო. თუმცა საკმარისი პიროვნული ძალა რომ მქონდეს, მაშინ მხოლოდ ჩემი სიტყვები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ შეგექმნა საკუთარი სრულყოფილება და გაგიღწია საზღვრებიდან, რომელშიც იმყოფები. ჩვენ ვართ მანათობელი არსებები. მანათობელი არსებისთვის მხოლოდ პირად ძალას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი აზრის შეცვლა სამყაროს შესახებ არის მაგიის გასაღები. შინაგანი დიალოგის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ამის მისაღწევად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ცვლილება ძალდატანებით არ მიიღწევა. მეომარი ეგუება საკუთარ ბედს, როგორიც არ უნდა იყოს, და იღებს მას აბსოლუტური მორჩილებით. ეგუება იმას, რაც ხდება, მაგრამ არა იმისთვის, რომ ინანოს, არამედ იმისთვის, რომ მიიღოს რეალური გამოწვევა. ნებისმიერი აზრი, რომელიც შენს გონებაში არსებობს და დუმს, ბრძანების ტოლფასია. რადგან იქ სხვა აზრები არ არის, რომ კონკურენცია გაუწიოს მას. სამყარო პირდაპირ არ გვეძლევა. ჩვენსა და მას შორის არსებობს გარკვეული მახასიათებლები და ის მეომარი ძალის ხელშია. მისი ერთადერთი თავისუფლება არის უვნებელი ცხოვრების არჩევა. მეომარი ყოველთვის მზადაა. მეომრად ყოფნის სურვილიც არ ნიშნავს იმას, რომ მეომარი ხარ. ეს უფრო გაუთავებელი ბრძოლაა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე გრძელდება. არავინ არ იბადება მეომრად, ისევე როგორც არავინ არ იბადება გონიერ არსებად. ჩვენს თავს გარდაქმნით ამა თუ იმ არსებად, მეომრის გზაზე ხვრელები არ გვხვდება. მიხევი მას და ვერავინ ვერ შეძლებს შენი ქმედებების გაკრიტიკებას. სხეული უნდა გახდეს სრულყოფილი, ვიდრე ნებისყოფა აქტიურ ერთეულად იქცევა. მაგიის გასაღები შინაგან დიალოგშია. ეს არის ყველაფრის გასაღები. როდესაც მეომარი მის შეჩერებას ისწავლის, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. ყველაზე შორს მიმავალი გეგმებიც კი შესრულდება. მაგრამ ვიდრე გონია რომ მყარი სხეული ხარ, ვერ შეძლები მის აღქმას, რასაც გეუბნები. ჩვენ ვართ ცნობიერება. ჩვენ არ ვართ ობიექტები. სიმყარე არ გვაქვს. ჩვენ უსაზღვროები ვართ. საგნებისა და ძალების სამყარო მხოლოდ გზაა დედამიწაზე ჩვენს გასავლელად. ეს მხოლოდ აღწერაა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, რომ დაგვეხმაროს. ჩვენს გონებას ავიწყდება, რომ აღწერა მხოლოდ აღწერაა და ამ გზით ხვდებით მოჯადოებულ წრეში. ვიკეტებით იქ და იშვიათად ვახერხებთ გაღწევას მთელი ცხოვრების განმავლობაში. გაგიკვირდებათ, რამდენად სწორად შეძლებთ მოქმედებას, როცა კედელს მიგაყუდებენ. მხოლოდ მეომარმა შეიძლება გაუძლოს ცოდნის გზას. მეომარს არ შეუძლია წუწუნი და სინანული. მისი ცხოვრება გაუთავებელი გამოწვევებითაა სავსე. და გამოწვევები არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. გამოწვევები მხოლოდ გამოწვევებია. უბრალო ადამიანსა და მეომარს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ მეომარი ყველაფერს გამოწვევად აღიქვამს, ხოლო ჩვეულებრივ ადამიანს ყველაფერი ღმერთის ნებად მიაჩნია, კურთხევად ან წყევლად. მეომარი უნდა მოძრაობდეს მის გარშემო არსებულ სამყაროსთან ჰარმონიაში. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს აზროვნების სამყარო თუ ნებისყოფის სამყარო. სიკვდილის გაცნობიერების გარეშე ყველაფერი ჩვეულებრივი და ტრივიალურია. სამყარო განუზომელი საიდუმლოა, მხოლოდ იმიტომ რომ სიკვდილი გვდარეჯობს. მხოლოდ ცოდნის გზაზე დადგომა კი არ უნდა გინდოდეს, არამედ შენი ძალისხმევაც უნდა იყოს საკმარისად მოუწყვლელი, რომ ცოდნის ღირსი გახდე. ცხოვრება შეიძლება იყოს დაუნდობელი თუ საკუთარ ტონალს, ტონალი, რაციონალური, ცნობიერი სამყარო, წესრიგი და ლოგიკა არ გაუფრთხილდები. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ ყველამ ვისწავლეთ, როგორ დავასუსტოთ ჩვენი ტონალები. საკუთარი თავის გაუბედურებისთვის შენ ინტენსიურად უნდა გემუშავა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არ გესმის, როგორ იმუშაო ისე, რომ გაამთლიანო და გააძლიერო შენი თავი. ტონალი იწყება დაბადებით და სრულდება სიკვდილით, მაგრამ ნაგუალი არასდროს არ სრულდება. ნაგუალს საზღვრები არ აქვს. ნაგუალი არის ადგილი, სადაც დიდი ძალა ბინადრობს. მეომრის ერთ-ერთი ქმედება არის ის,
არასოდეს არ დაუშვას, რომ რაიმე ცუდმა გავლენა მოახდინოს მასზე. მეომრის კონტროლი უსაფრთხო უნდა იყოს. ცოტა დრო დაგრჩა და სისულელეებისთვის დრო საერთოდ აღარ გაქვს. შესანიშნავი მდგომარეობაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საუკეთესო გამოსავალს პოულობთ მაშინ, როცა ზურგით კედელზე ვართ მიყუდებულები. როცა ვგრძნობთ ჩვენს კისერთან მოახლოებულ ხმალს. პირადად მე არ ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც გიცნობ, ვესაუბრე შენს ტონალსაც და ნაგუალსაც. სწორედ ასე უნდა ხდებოდეს დარიგება. ჯერ ტონალს უნდა ესაუბრო, რადგან სწორედ ტონალმა უნდა დათმოს კონტროლი. მაგრამ მან ის სიხარულით უნდა გააკეთოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტონალს უწევს უარის თქმა იმაზე, რაც უსარგებლო და ზედმეტია. როგორიცაა საკუთარი თავის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება და ეჭვიანობა, რასაც მხოლოდ ქაოსამდე მივყავართ. უბედურება ისაა, რომ ტონალი ამას ვერთმობს, მაშინ როცა უნდა უხაროდეს ასეთი სისულელეებისგან გათავისუფლება. მაშასადამე, თავარი ამოცანა არის ტონალის დარწმუნება, რომ გახდეს თავისუფალი და მოძრავი. აი რა უნდა მიეცეს მისანს, შამანს, უპირველეს ყოვლისა, ძლიერი და თავისუფალი ტონალი. თანდაყოლილი სისუსტის გამო ტონალის განადგურება ადვილია. ასე რომ მეომრის ერთ-ერთი ხრიკია ნაგუალის გარეთ გამოყვანა ტონალის დასაფარად. მე ვამბობ, რომ ეს ხელოვნებაა, რადგან მისნებმა იციან, რომ ტონალის გაძლიერებით შესაძლოა ნაგუალი გამოჩნდეს. ამას ქვია პირადი ძალის მოპოვება. როცა ტონალის სამყაროში ხარ, მოუწყვლადი უნდა იყო. ირაციონალურ სისულელეებზე დრო არ უნდა დაკარგო, მაგრამ როდესაც ნაგუალის სამყაროში ხარ, შენ ასევე უნდა იყო მოუწყვლადი. დრო არ გაქვს ინტელექტუალური სისულელეებისთვის. მეომრისთვის ზრახვები არის კარიბჭე ამ ორ შორის. ზრახვები მთლიანად იკეტება მის უკან, როდესაც მეომარი აქეთ ან იქით გადის. თუ შენი ტონალის კუნძულზე ძალიან ბევრი უსარგებლო რამეა, ვერ გაუძლებ ნაგუალთან შეხვედრას. შეიძლება მოკვდე. სათანადო მომზადების გარეშე ვერავინ გადარჩება ნაგუალთან მიზანმიმართული შეტაკების დროს. წლებია საჭირო, რომ ამ შეხვედრისთვის მოემზადო. მეომარი უნდა იყოს გაწვრთნილი, დაცული და სრულიად სუფთა, ვიდრე ნაგუალთან შეხვედრის აღქმა შეძლებს. მეომარი წლებს ატარებს საკუთარი კუნძულის წმენდაში, სანამ არ დადგება ის მომენტი, როცა გადატანითი მნიშვნელობით შეძლებს, რომ თავი დააღწიოს მისგან. ნაგუალისთვის არ არსებობს მიწა, ჰაერი, წყალი, ასე რომ ნაგუალი სრიალებს ან დაფრინავს, ან აკეთებს იმას, რისი გაკეთება შეუძლია ნაგუალის პერიოდში, რასაც არაფერი აქვს საერთო ტონალის პერიოდთან. ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა. მეომარი არის ძალის ტყვეობაში მყოფი პატიმარი, რომელსაც აქვს ერთი თავისუფალი არჩევანის უფლება. მოიქცეს ან უვნებელი მეომარივით, ან ვირივით. საბოლოო ჯამში მეომარი შეიძლება იყოს არა პატიმარი, არამედ ძალის მონა, რადგან ამ არჩევანს არჩევნად არ აღიქვამს. მეომარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სუსტი, დაბნეული ან შეშინებული. მეომარს სალია მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მოუწყვლელობაზე იფიქროს. სხვა დანარჩენი მას ძალას აცლის და ფიდავს. მოუწყვლელობა კი მის ძალას ავსებს. მოუწყვლელობა ნიშნავს აკეთო შენი მაქსიმუმი ყველაფერში, რაშიც ჩართული ხარ. როცა გრძნობ და იქცევი ისე, როგორც უკვდავი არსება, რომელმაც დედამიწაზე მოსასვლელად დრო იხელთა. შენ არ ხარ მოუწყვლელი, უნდა შემოbrunde და ირგვლივ მიმოიხედო. მაშინ მიხვდები, რომ შენი შეგრძნება თითქოს ჯერ კიდევ გაქვს დრო სისულელეა. მომავალი არ არსებობს. მომავალი მხოლოდ საუბრის საშუალებაა. მისნისთვის არსებობს მხოლოდ აქ და ახლა. ახლა უნდა გაჩერდე და უკან მიიხედო. გადახედე შენს ნაბიჯებს. მისნები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა მათი მიღწევების განსამტკიცებლად. ყველაფერი, რაც გავაკეთე, შენთან ან შენთვის, გაკეთდა ერთი დავალების შესასრულებლად. შენი ტონალის გაწმენდისა და მოწესრიგებისთვის. ეს არის ჩემი სამუშაო, როგორც შენი მასწავლებლის. ბევრჯერ მithქვებს აბსოლუტური ცვლილებების შესახებ, რომელიც გვჭირდება. თუ რა თქმა უნდა გსურს, რომ წარმატებას მივაღწიოთ ცოდნის გზაზე. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ განწყობის, დამოკიდებულების ან მსოფლმხედველობის ცვლილება. ეს ცვლილება ტონალის კუნძულის ტრანსფორმაციას მოიცავს. მძიმე წვრთნების წლები მხოლოდ მზადებაა მეომრის განსაცვიფრებელი შეხვედრისთვის იმასთან, რაც ამ ხაზს მიღმა. დრო არ გაქვს და ამავდროულად მარადისობით ხარ გარშემორტყმული. ეს პარადოქსია შენი გონებისთვის. ძალა გვეძლევა ჩვენი მოუწყვლელობის მიხედვით. როგორც კი შეგირდის შინაგანი დიალოგი ჩერდება,
დგება გარდაუვალი მომენტი. მოწაფეს უჩნდება სხვა სახის აზრები შეგირდობის შესახებ. ყველაზე დიდი ენთუზიასტებიც კი გრძნობენ, რომ ამ მომენტში ინტერესს გარგავენ. მეომრის ცხოვრებაში არის ერთი კითხვა, რომელიც გადაუჭრელია. რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე ცოდნისა და ძალის გზაზე? ეს კითხვა ღია რჩება და ვერავინ იწინასწარმეტყველებს მის შედეგს. მეომრის თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ იმოქმედოს როგორც მოუწყვლელმა, ან როგორც არარაობამ. შენ გაიგე, რომ მეომარ შანსი ეძლევა იყოს თავმდაბალი და მორჩილი. შენ ისწავლე მოქმედება არაფრის მოგების სანაცვლოდ. ახლა გეუბნები. დაგჭირდება აბსოლუტური გამძლეობა იმისთვის, რომ გამოამჟღავნო ის, რაც ამ დღის საზღვრებს მიღმა. ყველა ჩვენგანის დანიშნულებაა ვიცოდეთ, რომ ძალაუფლების ტყვეები ვართ. რა გამართლება? მეომრის ცხოვრება შეუძლებელია იყოს ცივი, მარტოსული ან გრძნობებისგან დაცლილი, რადგან ის ეფუძნება სიყვარულს, სურვილს, აზრს, რომ თავი მიუძღვნას იმას, ვინც უყვარს. დედამიწა მიცის, რომ მას უყვარს და ზრუნავს მასზე. ამიტომაა, რომ მეომრის ცხოვრება ბოლომდე ივსება. მისი მდგომარეობა, სადაც არ უნდა იყოს, ნაყოფიერი იქნება. მეომარი დადის სიყვარულის საკუთარ ბილიკებზე. ეს არის მიწა. სევდისგან გათავისუფლება შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ გიყვარს ეს მიწა ურყევიბნებით. მეომარი ყოველთვის მხნედ არის, რადგან მისი სიყვარული უცვლელია და მისი სიყვარულის საგანი დედამიწა ეხვევა მას და წარმოუდგენელი საჩუქრებით ავსებს. სევდა მხოლოდ მისი ხვედრია, ვისაც ძულს ის, ვინც თავშესაფარს აძლევს ყველა სხვა დანარჩენ არსებას. ეს არის საყვარელი არსება, რომელიც ცოცხალია ბოლო წუთამდე და ესმის ყველასი. მან დამამშვიდა. განკურნა ჩემი ტკივილები და ბოლოს, როცა მივხვდი, რომ მიყვარდა, მასწავლა თავისუფლება. მხოლოდ ამ ბრწყინვალე არსების სიყვარულს შეუძლია თავისუფლება მისცეს მეომრის სულს. თავისუფლება არის სიხარული, ეფექტურობა და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. ადამიანების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ მოსწონთ, როცა ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ. მაგრამ უფრო მეტად უყვართ წინააღმდეგობის გაწევა და იმის არ გაკეთება, რასაც ეუბნებიან. და შედეგად ისინი მათ მიმართ სიძულვილით არიან განწყობილი. მეომრის პირადი ძალა მის მოუწყვლელობაზეა დამოკიდებული. უმციკლოება ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რომ შეიცვალოს. შეეშინოს ადამიანური ფორმა და შეარყიოს ის. შენ შეგიძლია თვალყური ადევნო შენ სისუსტეებს. ისეთივე სიზუსტით, როგორც მონადირე აკვირდება თავის მსხვერპლს. შენ სწავლობ საკუთარი ცხოვრების წესს, ვიდრე ყველა შენი სისუსტე არ გამოვლინდება და ყველაფერი არ გვეცოდინება მის შესახებ. ადამიანი განშორების სევდის მსგავსი შეგრძნებებით იკვებება. ბრძოლა ხდება სწორედ აქ, ამ კერჩი. ჩვენ გვჭირდება მთელი დრო და მთელი ენერგია საკუთარ თავში იდიოტიზმის დასაძლევად. მისნებს, შამანებს აქვთ ორი ციკლი. პირველი, როცა ისინი ადამიანები არიან. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს მოცემული დავალება და ის გვაიძულებს დავდოვოთ ადამიანის ფორმა. სწორედ ამ დროს იწყება მეორე ციკლი, როდესაც მისანი ადამიანის სახეს გარგავს. საფუძვლიანად ახსნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა საქმე ტონალს ეხება. მისანი ვალდებულია მისცეს ნაგუვალს ინსტრუქციები, რომლის მეშვეობითაც საიდუმლო უნდა გაუმხილოს მეომარს. სულ ესაა, რაც მან უნდა გააკეთოს. მეომარმა, რომელიც საიდუმლოებებს იგებს, უნდა განამტკიცოს ცოდნა ძალის სახით. არსებობს ორი განსხვავებული სამყარო. ერთში ლაპარაკობ, მეორეში კი მოქმედებ. მეორისთვის ყველაზე რთულია, სხვებს მისცეს იმის უფლება, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან. ძალა მოვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენ მივიღებთ საკუთარ ბედს საყვედურების გარეშე. როცა ადამიანს დასაკარგი არაფერი აქვს, ის მამაცი ხდება. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხდებით მშიშრები, როცა არის რაღაც, რასაც ჯერ კიდევ ვებღაუჭებით. მეომარი თავის სანუგეშოდ არაფერს ეძებს. როგორ ფიქრობ? შენი უსარგებლო მიჯაჭვულობა იმდენად ღირებულია, რომ იმ სამყაროში შესვლისგან უნდა შეგაკავოთ. მისნის ხელოვნება მოითხოვდა სრული კონცენტრირება მოეხდინა იმაზე, რომ უხილავი ვყოფილიყავი. სასოწარკვეთილების კონტროლის ერთადერთი გზა სიკვდილის გაცნობიერებაა. ეს არის მისნის არსებობის სქემის გასაღები. სიკვდილის გაცნობიერება ერთადერთია, რაც საშუალებას მოგცემს გავუძლოთ ჩვენ ცხოვრებაში არსებულ სიმძიმეს, ტკივილს და გაურკვევლობის მიმარჩის. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქციო ეს ცნობიერება უცნობად. მისნების ხელოვნება გულისხმობს, რომ ძალები უაზროდ არ უნდა გაფლანგონ.
მისნებს მოეთხოვებათ დაიცვან თავიანთი ტონალები გარკვეული მანძილიდან, რათა უკეთ აღბეჭდონ ის, რაც მათ ირგვლივ ხდება. არ უნდა გაგაჩნდეს ისეთი რამ, რასაც დაცვა სჭირდება, თუნდაც საკუთარი პიროვნება. შენი საკუთარი პიროვნება უნდა იყოს დაცული და არა დასაცავი. ამ პარტავნობის გამოვლენის დროს შენ არ იყავი დაცული. შენ თავს იცავდე. მე უკვე იმ ძალას ვარ მიბარებული, რომელიც განაგებს ჩემს პეტს. არაფერს არ გამოვეკიდები, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერი მაქვს დასაცავი. მეომრებს ურჩევენ, რომ არ ქონდეთ არაფერი მატერიალური, რაზეც თავიანთ ძალას დახარჯავენ. მეომარი ორიენტირებული უნდა იყოს სულზე, უცნობისკენ ფრენაზე. შენი ლტოლვა ნივთების ფლობისაკენ არ არის უნიკალური, მაგრამ ყველა ვისაც სურს, რომ გახვეს მეომრის გზას მისნის გზაზე, უნდა განთავისუფლდეს ამ მანიისგან. მეომარი არის ის, ვინც ეძებს თავისუფლებას. სევდაში თავისუფლება არ არის. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მისგან. ალყაში ყოფნა ნიშნავს, რომ შენ გაქვს რაღაც საკუთარი, რამაც შეიძლება ალყაში მოგიქციოს. მეომარს არაფერი აქვს ამ ქვეყნად, გარდა მისი უმწიკულობისა და ამას არაფერი ემუქრება. ძალის გარკვეული ადგილები არის ხრელები ამ სამყაროში. და თუ უფორმო ხარ, მაშინ შეძლებ უცნობი გზის გავლას სხვა სამყაროში. საკუთარი თავის მნიშვნელოვნად მიჩნევა ყველაზე საშინელი მტერია ჩვენთვის. იფიქრე ამაზე. ჩვენ გვასუსტებს ჩვენს გვერდით მყოფთაგან მიღებული შეურაცხყოფა. საკუთარი თავის მნიშვნელოვნად მიჩნევა გვაიძულებს ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ვიღაცის მიმართ განაწყენებულებმა გავატაროთ. ამ გრძნობის გარეშე ბევრად ძლიერები ვიქნებოდით. უმწიკვლობა სხვა არაფერია თუ არა ენერგიის სწორად გამოყენება. ამის გასაგებად შენ თვითონ უნდა შეინახო საკმარისი ენერგია. მეომრებს სტრატეგიის სიები აქვთ. ისინი ჩამოთვლიან ყველაფერს, რასაც აკეთებენ და შემდეგ არჩევენ, რა უნდა შეცვალონ, რომ ენერგია გაზარდონ. სიაში შედის მხოლოდ ის, რაც არ არის მნიშვნელოვანი ჩვენი გადარჩენისა და კეთილდღეობისთვის. საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობა იგივეა, რაც აქტივობა, რომელიც შთანთქავს ენერგიის უდიდეს რაოდენობას. ენერგიის სწორ გადანაწილებას მიხავ ხარ უმწიკლოებამდე. ჩვენ ვიცით, რომ არაფერი ისე არ აწრთობს მეომრის ხასიათს, როგორც ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამოწვევა. მხოლოდ ამ პირობებში შეუძლიათ მეომრებს შეიძინონ სიმკვირცხლე და სიმშვიდე გადარჩენისთვის. მოთმინება გულგრილი ლოდინის ტოლფასია. არავითარი აჩქარება, არავითარი შფოთვა, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება, რაც არ უნდა მოხდეს. ხარისხი თითოეული მგრძნობიარე არსების გაცნობიერებისა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აძლევს საშუალებას ემანაციებს, რომ სრულად მართონ ის. მესამე ყურადღება მიიღწევა მაშინ, როდესაც ცნობიერების სინათლე მიმართულია შინაგანი ცეცხლისკენ. ბზინვარება, რომელიც წვავს არა მხოლოდ ერთ ზოლს, არამედ ყველა ემანაციას, რომელიც ადამიანის შიგნითაა. ჭვრეტელები, რომლებიც სრულფასოვნად აცნობიერებენ მოვლენებს, ღმერთებისთვის სანახაობაა. ეს ის მომენტია, როცა შიგნიდან იწვიან, შინაგანი ცეცხლი შთანთქავს მათ და მხოლოდ ამ დროს სრულიად გაცნობიერებულად ერწყმიან ემანაციებს და მიუტვიან მარადისობისკენ. მეომრები ემზადებიან ყველაფრის გაცნობიერებისთვის და ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა აღარ რჩებათ თვითკმაყოფილების შეგრძნება. ისინი ყველაფრის ტოლი ხდებიან მხოლოდ მაშინ, როცა არავინ არ იქნებიან. მხოლოდ მაშინ, როცა მათ არავინ და არაფერი არ ერქმევათ, გახდებიან ყველაფერი. ცნობიერების შუქი ფართოვდება და ძლიერდება, როდესაც შიგნით არსებული ემანაციები ემთხვევა გარეთ არსებულ ემანაციებს. ყველაფრის გასაღებად აღიქმება იმის ცოდნა, რომ დედამიწა არის მგრძნობიარე არსება და შეუძლია მეომარს მისცეს ძლიერი იმპულსი, რომელიც მოდის დედამიწის ცნობიერებიდან, იმ მომენტში, როდესაც მეომრის ემანაციები იწყებს დედამიწის შიგნით არსებულ ემანაციებზე მორგებას. რადგან დედამიწაც და ადამიანიც მგრძნობიარე არსებები არიან, მათი ემანაციები ერთმანეთს ემთხვევა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დედამიწას აქვს ყველა ის ემანაცია, რომელიც ადამიანში და ყველა სხვა არაორგანულ და ორგანულ არსებაშია. როდესაც შემკრები წერტილი გაცდება გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, შედეგი ყოველთვის ერთნაირი იქნება ყველა ადამიანისთვის. ამ მოძრაობის მეთოდები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია. შემკრები წერტილი აერთიანებს სხვადასხვა სამყაროს
დედამიწის იმპულსის დახმარებით. იმპულსის სიჩქარე ყველაფერს დაშლის შენში. მისი გავლენით ჩვენ არაფერს აღარ წარმოვადგენთ. ეს სიჩქარე და ინდივიდუალური არსებობა შეუთავსებელია. მეომრები სიკვდილის გვერდით ცხოვრობენ, იმის გაცნობიერებით, რომ სიკვდილი მათთანაა, ისინი მეტად გაბედულები ხდებიან. მეომრის 5 ატრიბუტია: კონტროლი, დისციპლინა, მოთმინება, დროულობა და ნებისყოფა. ისინი მიეკუთვნებიან მეომართა სამყაროს, რომელიც ებრძვის თვითმნიშვნელოვნების გრძნობას. მეექვსე ელემენტი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ეხება გარე სამყაროს და მეწვრილმანე ტირანს უწოდებენ. მეწვრილმანე ტირანის ტანჯავს. ეს არის ის, ვისაც ან აქვს ძალაუფლება, რომ გააკონტროლოს მეომრის სიცოცხლე და სიკვდილი, ან კიდევ ის, ვინც მას იწვევს და სასიკვდილოდ აღიზიანებს. პირველი 4 ატრიბუტი არის ყველაფერი, რაც საჭიროა მეწვრილმანე ტირანებთან გამკლავებისთვის. ჩემს მენტორს მოსწონდა იმის გამეორება, რომ მეომარი იღბლიანია. თუ მეწვრილმანე ტირანს შეეჯახება, ჩვენ ვიცით, რომ არაფერი აწრთობს მეომრის ხასიათს ისე, როგორც ძალაუფლების მქონე აუტანელ ადამიანთან ურთიერთობა. სრულყოფილი მჭვრეტელის ცხოვრებაში ბრწყინვალე ინგრედიენტია მეწვრილმანე ტირანი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ადამიანის ბუნების ამოცნობით, მჭვრეტელები მივიდნენ უდავო დასკვნამდე, რომ თუ ისინი შეძლებენ საკუთარი თავის გაკონტროლებას მეწვრილმანე ტირანების წინაშე, მაშინ გაურკვევლობასთან უნაკლოდ შეხვედრეს და შემდგომ გაუძლებლის გაძლებასაც მოახერხებენ. უბრალოდ ადამიანის რეაქციით ამ სქემის თანმიმდევრობა შესაძლებელი იქნება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. თუმცა მჭვრეტელები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს გაუმკლავდნენ გაურკვევლობის დროსაც კი, რა თქმა უნდა, სათანადოდ შეხვდებიან მეწვრილმანე ტირანს. მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრით ტირანებს შეუძლიათ თავიანთი მსხვერპლი ან უმწეოდ აქციონ, ან ისეთივე სასტიკები გაახადონ, როგორებიც თვითონ არიან. მან გამაჩერა. ისინი მსხვერპლები არიან და არა მეომრები. ჩემი მეწვრილმანე ტირანი არაფერია იმ ნამდვილ მონსტრებთან შედარებით, რომლებსაც ახალი მჭვრეტელები შეხვდნენ კონკისტას დროს. ყველა მითითების თანახმად, მჭვრეტელებმა მათთან უხამსი გარიგებებიც კი დადეს. მათ დაამტკიცეს, რომ ყველაზე უარეს ტირანებსაც შეუძლიათ აღგაფრთოვანონ, იმ პირობით, თუ შენ თვითონ მეომარი ხარ. შეცდომა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი უშვებენ მეწვრილმანე ტირანებთან შეხვედრისას, არის ის, რომ მათ არ აქვთ უკან დახევის სტრატეგია. ფატალური ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ საშუალო ადამიანები საკუთარ თავს ზედმეტად მნიშვნელოვნად აღიქვამენ. მათი ქმედებები და გრძნობები, ისევე როგორც მეწვრილმანე ტირანებისა, ყოვლის მომცველია. მეომრებს არა მხოლოდ კარგად გააზრებული სტრატეგია აქვთ, არამედ თავისუფლებიც არიან ყოველგვარი თვითმნიშნელოვნების გრძნობისგან. მათი თვითმნიშნელოვნების გრძნობა ნადგურდება იმით, რაც მათ გაიაზრეს და გაიგეს. რეალობა არის ინტერპრეტაცია, რომელსაც ჩვენ ვიძლევით. ეს ცოდნა მათი გადამწყვეტი უპირატესობაა. ჩემი მენტორის სტრატეგია მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ შემედგინა ტირანის ძლიერი, სუსტი და თავისებური მხარეები, ნაცვლად იმისა, რომ მეგრძნო მწუხარება, რომელიც ადრე მახასიათებდა. მეომრის დანარჩენი 2 ატრიბუტი, მოთმინება და დროულობა, რომლებიც ჯერ არ მქონდა, ავტომატურად შედიოდა ჩემი მენტორის სტრატეგიაში. მოთმინება არის აუღელვებელი ლოდინი, არავითარი აჩქარება, არავითარი შფოთვა, მხოლოდ იმის შენარჩუნება, რაც საჭიროა. დროულობა ხარისხია, რომელიც მართავს იმ ყველაფრისგან გათავისუფლებით, რაც უკვე მომზადებულია. კონტროლი, დისციპლინა და მოთმინება დამბას გავს, რომლის უკანაც ყველაფერი გროვდება. დროულობა დამბის რაბია. რაბი ნაგებობა წყალზე, დინარეზე, არხზე, რომლის საშუალებითაც გემები გადაჰყავთ წყლის ერთი დონიდან მეორეზე. არც ერთხელ არ შემიბრალებია საკუთარი თავი და არც მიტირია ღირსების შეურაცხყოფის გამო. მხიარული და მშვიდი ვიყავი და არც ერთხელ არ მისურვებია სიკვდილის შეურაცხმყოფელისთვის. მოთმინება ნიშნავს საკუთარ თავში იმის შეკავებას, რაც მეომარმა იცის და რაც სამართლიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეომარი ძველი ანგარიშის გასასწორებლად ინტრიგებს ხლართავს და ბილწ გეგმებს აწყობს. როდესაც მეომარმა უკვე მოიპოვა კონტროლი, დისციპლინა და დროულობა, მოთმინება ნიშნავს იმის მოლოდინში ყოფნას, თუ რა დაემართებათ მათ, ვინც ამას იმსახურებს. ახალი მჭვრეტელები მეწვრილმანე ტირანებს იყენებდნენ, არა მხოლოდ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობისგან გასათავისუფლებლად,
არამედ ძალიან რთული მანევრის შესასრულებლად, ამ სამყაროდან თავის დასაღწევად. დამარცხება დამღუპველი არ არის, მაგრამ დამანგრეველია. მეომარი, რომელიც იღუპება მეწვრილმანე ტირანის ხელით, ფაქტობრივად განადგურებულია საკუთარი მარცხითა და უარგისობით. უკონტროლოდ, დისციპლინის გარეშე, სიბრაზის დროს მოქმედება დამარცხებას ნიშნავს. ჩვენი გაცნობა სამყაროსთან, რომელსაც აღვიქვამთ, გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ირგვლივ საგნებია, რომლებიც არსებობენ დამოუკიდებლად, ანუ ისე, როგორც ჩვენ აღვიქვამთ მათ. სინამდვილეში არ არსებობს საგანთა სამყარო, მაგრამ არსებობს ემინაციათა სამყარო. საკმარისად არიან გიჟები, რომლებიც მჭვრეტელები ხდებიან. ისინი სისუსტეებით სავსე არიან. უფრო სწორად რომ ვთქვათ, სისუსტეების მქონე ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ მჭვრეტელები ხდებიან. ჩვენი დეფექტები რჩება ჩვენთან, მაშინაც კი როცა მჭვრეტელები ხდებით. ზოგიერთი გეოგრაფიული მიდამო არა მხოლოდ ხელს უწყობს შემკრები წერტილის შემთხვევით მოძრაობებს, არამედ ირჩევს განსაკუთრებულ მიმართულებას ამისთვის. ყველა ემინაციის ხელახალი გადაკეთების ამოცანა გზას უხსნის სპეციალურ მანევრს ყველა ამ ემანაციის შიგნით გასაღვივებლად. მე მოვახერხე ყველა ემანაციის გაღვივება შიგნით და ნებისმიერ დროს შევძლებ წასვლას. ნებისმიერ მეომარს შეუძლია წარმატებით იმოქმედოს ადამიანის მიმართ, იმ პირობით, თუ იგი გადაანაცვლებს შემკრებ წერტილს ისეთ პოზიციაზე, როდესაც უკვე სულ ერთი იქნება. უყვარს ის ხალხს თუ არა, თუ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. შემკრები წერტილის პოზიცია გვკარნახობს, როგორ ვიქცევით და რას ვგრძნობთ. როდესაც მჭვრეტელები ცვლიან შეკრების წერტილს, ისინი ილუზიას კი არ აწყდებიან, არამედ ხვდებიან სხვა სამყაროს. სხვა სამყარო ისეთივე რეალურია, როგორიც ეს, რომელსაც ახლა ვხედავთ. მომზადების პროცესში მეომრების შემკრები პუნქტი მოძრაობს, რაც შეიძლება მეტი ადგილისკენ. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია დროებით გააუქმოს მომართვა, არის განზრახვა. შენ მოგიწევს მომართვის ლიკვიდირება, რომელიც გაკავებს ყოველდღიური მოქმედებების სამყაროს აღქმაში. შემკრები წერტილის ახალ პოზიციაზე გადატანის განზრახვით და მისი იქ საკმარისად დიდხანს დაყოვნებით, შენ შეკრებს სხვა სამყაროს და გაქრები. გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ სხვა სამყარო აირჩიო, სადაც მოკვდები, არამედ აირჩიო სრული ცნობიერება, სრული თავისუფლება. სხვა სამყაროების შეგროვება არ არის მხოლოდ პრაქტიკის საკითხი, არამედ განზრახვების საკითხიცაა. და ეს არ არის მხოლოდ სამყაროდან რეზინის ზოლზე გადმოხდომა. ხედავ, მჭვრეტელი უნდა იყოს მამაცი. თუ შენ დაარღვე აღქმის ბარიერი, მაშინ სულაც არ ხარ ვალდებული დაბრუნდე ამ სამყაროში იმავე ადგილზე. არსებითად ჩვენ ვართ შემკრები წერტილები, რომლებიც ფიქსირდებიან გარკვეულ პოზიციებში. არსებობს კავშირი ჯადოქრსა და ძალას შორის. ამ რგოლის გასაცოცხლებლად ჯადოქრებს სჭირდებათ მკაცრი და ძლიერი მისწრაფება, გონების განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც უდრეკი განზრახვა ჰქვია. ნაგუალი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია ამ უდრეკი განზრახვის უზრუნველყოფა. ომი მეომრისთვის არის ტოტალური ბრძოლა ინდივიდუალური მეს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანს ძალას ართმევს. მხოლოდ ჯადოქრებს შეუძლიათ გამოიწვიონ მოძრაობა უმოძრაო სიკაშკაშის სფეროებში. წამის მიასეჭში მათ შეუძლიათ შემკრები წერტილების გადატანა ნებისმიერ ადგილზე. ან მათ შეუძლიათ თავიანთი შემკრები წერტილების შეუჩერებლად გადაადგილება მთელი მათი მანათობელი ენერგიის ველში. ამ მოძრაობის მიერ შექმნილი ძალა იმდენად ძლიერია, წამიერად ანათებს მთელ მათ მანათობელ მასას. მან თქვა, თუ მთის მეწყერი წამოვა, სიჩქარის გამოყენებით, რომელითაც მისი შემკრები წერტილი გადაადგილდება, აიძულებს თავს, რომ შეცვალოს სამყარო, ან წამის მიასეჭში დაიწვას თავი ცეცხლით შიგნიდან. მაგია არის ცნობიერების მდგომარეობა. ყველაფერი, რაც არსებობს კოსმოსში, უკავშირდება ღმერთის განზრახვას დამაკავშირებელი რგოლებით. მაგია გულისხმობს ამ ბმულების განხილვას, გაგებასა და გამოყენებას. არ ზრუნავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი საქმიანობების განწმენდაზე. მაგია ამ დონეზე განისაზღვრება, როგორც მეომრის ღმერთის განზრახვასთან დამაკავშირებელი რგოლის განწმენდის პროცედურა. ჯადოქრების მიზანი სრული ცნობიერების მდგომარეობის მიღწევა. ცნობიერების ეს მდგომარეობა სიკვდილის საპირისპიროა. ნაგუალები შუამავლები არიან,
მათი ენერგია საშუალებას გვაძლევს, რომ მივმართოთ სიმშვიდე, ჰარმონია, ხალისი, ცოდნა, პირდაპირი წყაროდან და გადავცეთ ეს ყოველივე თანამგზავრებსაც. ფიქრობ, სწავლის საუკეთესო მეთოდია ისეთ სიტუაციაში აღმოჩენა, რომელშიც მიხვდები, რომ არავინ და არაფერი არ ხარ. დანარჩენი გზები საკუთარი სიამაყის გზებია. თუ ამას არ მივყვებით, მაშინ სიცოცხლეს ვატარებთ იმის გარკვევაში, ვის ვუყვარვართ და ვის არა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დონ ხუანმა სიამაყე გამოავლინა 3000 თავიანი ურჩხულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ მათგანს მოაჭრი თავს. ასობით თავი მაინც რჩება. მთავარი ამოცანაა, რომ რეაგირება არ მოახდინო. თუ რეაგირებ, დაიკარგები. ვეფხუზე განაწყენება არ შეგიძლია იმ დროს, როცა ის თავს გესხმის. შენ ცდილობ გვერდზე გადგე, რომ გაატარო ის. მტრების გარეშე ჩვენ არავინ არ ვართ. მტრების ყოლა უბედურების გაცნობიერებით ცხოვრება ჩვენი არსებობის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ფორმისგან, მაგრამ ამას დროს სჭირდება. ჯერ უნდა გახდე ის, ვინც იბრძოლებს. და ეს პირველი დონეა. ჩემი თავისუფლება უმციკლო არსებობაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ამით შემიძლია შევცვალო ჩემი ბედი და საბოლოოდ დავტოვო ეს სამყარო. არც ტექნოლოგიას და არც მთავრობას არ შეუძლია საკმარისად შეცვალოს სამყარო. რათა დააკმაყოფილოს იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებმაც იციან, რომ საბოლოოდ ისინი დაიხოცებიან. ახალი მისტიციზმი გვაუწყებს, რომ გათენებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს სოციალური ცვლილებების პროექტებთან შედარებით. იმისთვის, რომ გაანადგურო რწმენა იმის შესახებ, რომ სამყარო ისეთია, როგორც გასწავლეს, უნდა ისწავლოს სამყაროს ახლებურად აღწერა, მაგია. ხოლო შემდეგ შეინარჩუნო ძველი და ახალი ერთად. ევროპელები საკუთარ სხეულებს ისე ეპყრობიან, თითქოს ისინი ობიექტები არიან. ჩვენ მათ ვავსებთ ალკოჰოლით, ცუდი საკვებითა და შფოთვით. როდესაც რაღაც არასწორი ხდება, ფიქრობთ, რომ გარედან მიკრობები შემოიჭრნენ სხეულში. დონ ხუანს არ სჯერა ამის. მისთვის ავადმყოფობა ადამიანსა და სამყაროს შორის დისჰარმონიაა. ჩვენ მჭიდრო კავშირი ვართ ყველაფერ ცოცხალთან. როდესაც განზრახ ვავნებთ მცენარეთა ან ცხოველთა სიცოცხლეს, ყოველ ჯერზე რაღაც იცვლება. ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი ვართ და ისე სერიოზულად აღვიქვამთ საკუთარ თავს, რომ გვავიწყდება. სამყარო დიდი საიდუმლოა, რომელიც იმ შემთხვევაში გვასწავლის, თუ მას მოვუსმენთ. და თუ არ არსებობს საშუალება გავიგო, მაქვს თუ არა კიდევ ერთი წუთი სიცოცხლისთვის, მაშინ ისე უნდა ვიცხოვრო, თითქოს ეს ჩემი ბოლო წუთია. ყოველი ქმედება მეომრის ბოლო ბრძოლაა, ამიტომ ყველაფერი უნაკლოდ უნდა გაკეთდეს, არაფერი არ უნდა დარჩეს დაუმთავრებელი. ეს იდეა ჩემთვის განმათავისუფლებელი აღმოჩნდა და უმთავრებელი საქმე აღარ მაქვს. არაფერი არ გადამიდია სამომავლოდ, არაფერი არ მაკავებს. შენობის აფეთქებას დიდი განბედაობა არ სჭირდება. ეს ეხება რევოლუციურ ტერორიზმს, მაგრამ იმისთვის, რომ თავი დაანებოთ სიგარეტს, შეწყვიტოთ შფოთვა, ან შეწყვიტოთ შინაგანი საუბრები, უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი. ნამდვილი რეფორმა სწორედ ამ დროს იწყება. ერთხელ დონ ხუანმა თქვა, ვერ წარმომიდგენია, როგორ ადარდებს ამ ადამიანს სხვების სხეულები მაშინ, როცა არ უყვარს საკუთარი სხეული. ის განუწყვეტლივ ეწეოდა. მეომრებს ურჩევენ, რომ არ ჰქონდეთ არაფერი მატერიალური, რაზეც თავიანთ ძალას დახარჯავენ. მეომარი ორიენტირებული უნდა იყოს სულზე, უცნობისკენ ფრენაზე. ადამიანური ფორმა რომ დავკარგე, განცალკევებულად ვგრძნობდი თავს. გარეგავლენის გარეშე არავის მიმართ ღია და ფარული მტრობა არ დამრჩენია. ეს იყო განცალკევების განცდა, შესაძლებლობა, რომ მომენტს ჩავჭიდებოდი და საერთოდ არ მეფიქრა სხვა რამეზე. ხალხის ქმედებები ჩემზე აღარ მოქმედებდა, რადგან მოლოდინი საერთოდ აღარ მქონდა. უცნაური სიმშვიდე იქცა ჩემი ცხოვრების წამყვანძალად. ვიგრძენი, რომ საბოლოოდ მივიღე მეომრის ცხოვრების ერთ-ერთი ცნება, განდგომა. დონ ხუანმა თქვა, რომ განდგომა ავტომატურად არნიშნავს სიბრძნეს. ჩვენ განვიხილავთ გონების კონტროლის ხელოვნებას. ჭეშმარიტებები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ ხელოვნების პრინციპებია. პირველი ჭეშმარიტება ცნობიერების შესახებ არის ის, რომ ჩვენ ირგვლივ სამყარო საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც გვგონია. ვფიქრობთ, რომ ეს არის საგანთა სამყარო, მაგრამ არ არის ასე. ყველა გრძნობადი არსების დანიშნულება ცნობიერების გაზრდაა. ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს.
ისინი თვალებით იხედებიან. ხედველობა თვალების საქმე არ არის. ხედველობა ეს არის წყობა, ემანაციების წყობა, რომელიც ჩვეულებრივად ხორციელდება, არის ყოველდღიური სამყაროს აღქმა. ემანაციების დარეგულირება, რომელიც ჩვეულებრივ არასდროს არ გამოიყენება, არის ხედვა. როდესაც ასეთი კორექტირება ხდება, ადამიანი ხედავს. გაცნობიერების ფოკუსირება გულისხმობს გარე ემანაციების ჩვენ შიგნით არსებულ ემანაციებთან შეერთებას. მჭვრეტელებს მიაჩნიათ, რომ თუ ამას დავუშვებთ, ჩვენ გავხდებით ის, ვინც სინამდვილეში ვართ. მიმდინარე, მუდამ მოძრავი და მარადეული.